ყველაფერი დაიწყო ძალიან განათლებულად. აი, ასე. ერთი ნიჭიერი, შრომის მოყვარე და წესიერი ბავშვი სკოლაში მიიყვანეს. ჩვენს გმირს პირველი დღიდანვე ძალიან მოეწონა სკოლა და სწავლაც, რა თქმა უნდა. მასწავლებლის გულის მოსაგებად ის ყველაფერს აკეთებდა. უკაცრებად? ხო, ყველაფერს აკეთებდა. მოკლედ, ჩვენი გმირი წარჩინებული მოსწავლე იყო. დიახ, იგი ფრიადზე სწავლობდა და ძალიან კმაყოფილი იყო იმით, რომ მოსწავლე ერქვა. მართალია, ხანდახან გული წყდებოდა იმაზე, რომ გაკვეთილები მალე მთავრდებოდა, მაგრამ მეორე დღეს ისევ სიხარულით ბრუნდებოდა კლასში. მას ხომ წინ ჯერ კიდევ დიდი გზა ჰქონდა. სხვათა შორის, ერთ-ერთი სასწავლო წლის ბოლოს ჩვენი გმირი ბოლო ზარის დღესასწაულსაც დაესწრო და ამ დღემ მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ის ხშირად ოცნებობდა საკუთარ ბოლო ზარზე, მაგრამ როდესაც ახსენდებოდა, რომ ეს დღე მას სკოლასთან დააშორებდა, მაშინვე ბრუნდებოდა რეალობაში. ბოლო კლასში კი ჩვენი ხუთოსანი მოსწავლე მიხვდა, რომ მალე ვერასდროს ვერ ნახავდა საყვარელი შენობის კედლებს. ბედნიერების გახანგრძლივების მიზნით მან სწავლა შეწყვიტა. ჩვენი გმირის მცდელობამ შედეგი გამოიღო და ის კლასში ჩატოვეს. 2-ჯერ, 3-ჯერ, ან სულაც 5-ჯერ. ეს ისე, სხვათა შორის. ასევე სხვათა შორის, კლასში მორიგი დატოვების დროს ჩვენი გმირის კლასში ერთი საინტერესო არსება მოხდა. ის ძალიან ნიჭიერი, მოწესრიგებული და ხუთოსანი მოსწავლე იყო. ჩვენს გმირს იგი ძალიან მოეწონა. მაგრამ გოგო მას ყურადღებას არ აქცევდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გმირი ყველანაირად ცდილობდა მოეგო მისი გული. ეს ისე, სხვათა შორის. ასევე სხვათა შორის, ერთ მშვენიერ დღეს მასწავლებლებს მობეზრდათ ჩვენი გმირის დაუსრულებელი სწავლა-განათლების პროცესი და გადაწყვიტეს იძულებით დაემთავრებინებინათ სკოლა. თანაც წარჩინებით. ბოლოს და ბოლოს ჩვენი გმირის ცხოვრებაშიც დადგა დღე, როდესაც ბოლოზარი მისთვის უნდა დარეკილიყო. ის ცდილობდა როგორმე ცოტა ხნით მაინც გაეხანგრძლივებინა სკოლაში ყოფნის ბედნიერება, მაგრამ ხო, ბევრი იფიქრა თუ ცოტა, ჩვენმა გმირმა გასასვლელი კარები ჩარაზა. და მისთვის ყველაზე საყვარელი არსება ძევლა დაიყვანა. ისე, ხუმრობით. თუმცა, მისი ხუმრობა სკოლაში ვერ გაიგეს და სათანადო ზომებიც მიიღეს. ასე რომ, იძაბება სიტუაცია და ჩვენი ხუმარა, სკოლაზე შეყვარებული გმირი, სკოლიდან ციხეში გადასვლის პერსპექტივის წინაშე აღმოჩნდა. სამწუხაროდ. მსახიობი ჯეკ ნიკოლსონი თურმე საშინელი მოსწავლე ყოფილა. მასწავლებლები მას ძნელად აღსაზრდელ და სავსებით უპერსპექტივო ბავშვად თვლიდნენ. ნიკოლსონმა იმდენი მოახერხა, რომ 3-ჯერ გარიცხეს სკოლიდან. მასწავლებლებმა ნიკოლსონს როგორც ცელქ და ხულიგან მოსწავლეს ჯეკ დაუმორჩილებელი შეარქვეს. სკოლის დამთავრებას კი ჯეკზე მეტად მისი მასწავლებლები ზეიმობდნენ. თუმცა საზეიმო წვეულებაზე ჯეკი ძალიან გალანტური იყო. სათითაოდ ყველა პედაგოგს თბილ სიტყვებს ეუბნებოდა და სპეციალურ წერილებს ჩუქნიდა, სადაც მადლობას უხდიდა მათ გაძლებისათვის. შვენიერი ჯულია რობერტსი მოსწავლეობაში დიდი ორიგინალურობით გამოირჩეოდა. ის კარგად სწავლობდა, თუმცა კოლეჯის წესებთან კატეგორიულად უჭირდა შეგუება. ჯულია ხან ზედმეტად მოკლე კაბით ცხადდებოდა გაკვეთილებზე, ხან კი ისეთ თხზულებებს წერდა და ისეთ შეკითხვებს უსვამდა პედაგოგებს, რომ ისინი უხერხულობისგან წითლდებოდნენ. კოლეჯის დამთავრებისადმი მიძღვნილ წვეულებაზე ჯულია მეხანძრის ფორმაში გამოწყობილი გამოცხადდა. ზურგზე ცეცხლჩამქრობი ჰქონდა მოკიდებული და წყლის ჭავლით წუწავდა თავის გამოპრანჭულ თანაკლასელებს. რობერტ დე ნირო კი ყმაწვილობაში ნამდვილი გულთამყრობელი გახლდათ. კოლეჯის უამრავი გოგო სწორედ მასზე ყოფილა შეყვარებული. თავად დე ნირო თურმე ყველა გოგონას ერთნაირ მომაჯადოებელ ღიმილს ჩუქნიდა და მათ კომპანიაში შესანიშნავად გრძნობდა თავს. კოლეჯის დამთავრების პომპეზურ საღამოზე დე ნიროსთან საცეკვაოდ გოგონების უზარმაზარი რიგი იდგა.
სწავლასთან ზიარების პირველი ნაბიჯი სკოლა, განათლების მყარი შენობა, საძირკველი ცოდნისა. შენობა, რომელთან განშორებაც ნებისმიერი ჩვენთაგანისთვის რთული და ნოსტალგიურია. ბოლო ზარი, რომელიც მხოლოდ ერთხელ გვესმის ცხოვრებაში, მაგრამ გვესმის მკვეთრად და გარკვევით. ისე რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში გვამახსოვრდება. რა ემოციებთან არის დაკავშირებული ეს ხმა? რას გრძნობს ადამიანი, რომლისთვისაც რეკს ბოლოზარი და რომელიც აცნობიერებს, რომ ცხოვრების ფართო და მუხთალ შარაგზაზე იწყებს სიარულს. ამ და სხვა საკითხების გასარკვევად ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლების გავესაუბრეთ, სადაც ჩამოედინება მდინარე მტკვარი. დავითვერი, ძალიან. პირველად. და რავი. მეხსიერება ცოტა მიღალატო. ბოლოზარი ჩემთვის არის სკოლა, ბოლო დღე, აი ეს დამშვიდება ბავშვობასთან. დიდი ბანტით, დიდი ფართობით, წარწერებით. წავედით მეგობრებთან ერთად, დავლიეთ, ვიქეიფეთ, ვიყავით ექსკურსიაზე, მე მქონდა ბანკეტი და კარგად დამახსოვრდა ეგ, რომ მეტი არაფერი. ამაზე კარგი გრძნობა არ არსებობს ცხოვრებაში. აქედან არ ვარ გაზრდილით მე თბილისში, სულგართა ვარ გაზრდილით. საბერძნეთში წავედით და ერთად გადავიხადეთ ერთი კვირა. რო გაგხსენებოდა და სურათები და ყველაფრით ვიხსენებთ მაგ დროს. პატარა ეტიუდები დავდგით, ვიცეყვეთ, ვიმღერეთ. კონცერტი ჩვენ დროს არ იყო. მე მეორე წელს იყო ეს კონცერტი უფასო იმაში. სპორტის სასახლეში, ასე რომ უკონცერტო დავსვით ჩვენ. ცოტა რა თქმა უნდა ნაღვლიანი, რადგან სკოლაში დიდი ხანია ვსწავლობდა. თქმა უნდა, გული მწყდება რომ ამთავრებ, მაგრამ მაინც ღიარული განწყობა მაქვს, რა თქმა უნდა. თაობები იცვლება ფასეულობები, ცხოვრება, მაგრამ ჩვენს ცნობიერებაში მარადიულად რჩება მყარი შენობა სახელად სკოლა. ხოლო ჩვენს ყურებს მარადიულად ახსოვთ ბოლოზარის ტკბილი ჟღერადობა. ეს სკოლის ზარზე იძახით? მე ტელეფონის ზარი ვიგულისხმე. ალბათ არ შეცვლილა, თაობები ისე აკეთებენ ჩვენც ასე. მივდიოდით ალბათ სადღაც ერთად ხდებოდით. სკოლის პერანგები გავცვალეთ და წარწერებს ვაწერდით. მახსოვს ჩემი თეთრი წინსაფარი და ჩემი კლასის დამრიგებლის დიდი სურვილის, რომელიც წააწერა ჩემს წინსაფარს. აქ იყო სიტყვები, გისურვებ გახდე ღირსეული ქართველი ქალი. და თქვენთან როგორ იყო? მთელი კლასი წავედით თუთის საკრეფად. და ეს თუთა დამეყარა და ჩემი ნაწერები აიფართვით ამისვარა. არა, ნუ იწერ. საქართველოში სტატისტიკა რომ არსებობდეს, არ იარსებებდა ხალხის ქუჩაში გამოკითხვის აუცილებლობა. ფიქრი მტკვრის პირას. თუ თქვენ ჯერ კიდევ ვერ მიხვდით რა განსხვავებაა ბოლო ზარსა და ბოლო კადრს შორის, ესე იგი სკოლის დამთავრების შემდეგ ტელევიზიაში მუშაობას ვერ დაიწყებთ. აბა